ოპოზიცია არის უბედური ხალხის ერთობა, როდესაც ადამიანი ხარ უცხო პოლიტიკური ჯგუფების მონა და მარიონეტი. რა თქმა უნდა, მონური ცხოვრება რთულია, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საერთაშორისო რაც შეეხება ჩვენს მარიონეტულ ოპოზიციას, რომელიც ხედავთ, რომ სულად გარედან იმართება, ამ დღეებში წაკვირდებოდით, რომ შემოიარეს რამდენიმე დედაქალაქი, მიიღეს ინსტრუქციები და არ ვიცი, ნაწილი ჩამოვიდა, ნაწილი ალბათ ჯერ კიდევ იქ არის და ხედავთ უკვე მათ განცხადებებს, როგორ უნდა გამოუთხარონ ძირი საქართველოს ეკონომიკას, როგორ უნდა დაორგანიზონ ტერორი და ასე შემდეგ, გულისხმობ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, ჩვეულებრივი ინსტრუქციები და მისი შესრულება. ამიტომ არჩევნებსაც შეეხება, რა თქმა უნდა, აქაც სრულად დამოკიდებული არიან ინსტრუქციებზე, როგორც მარიონეტები. თუმცა მე ამასთანავ ვთქვი, რომ საბოლოო ჯამში მათი ასე ვთქვათ პოლიტიკურ განცხადებებს ხა დიდი ფასი არ აქვს ხოლმე და დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყავალაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას იმ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, მიიღებს მონაწილეობას იმ ცესკოს შემადგენლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია, მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყავალაშვილი დანიშნავს. ვფიქრობ, ბევრ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ლაკმუსის ქაღალდი გამოდგება ხოლმე და ხედავთ ჩვენ ახლაც, რომ მიდის გადაჯგუფება, ადრე რაც კეთდებოდა USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხელით, რომელიც თავად ახალმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამხილა თაღლითობასა და სხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის ორგანიზებაში, ახლა ეს მცდელობები და თქვათ ეს ქმედებები უკვე გადანაწილებული არის ან ბრიუსელიდან პირდაპირ დაფინანსებული ორგანიზაციებით, ან ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქზე და ხედავთ ჩვენ უკვე ასე ვთქვათ დივერსიფიცირებულ თავდასხმას ქართულ ხალხზე, საქართველოს ხელისუფლებაზე, სულეთ და მთლიანად საქართველოსზე. ხედავთ ჩვენ რომ მათ შორის ეს ვიზიტები რაც იყო ბოლო პერიოდში ტური რაც მოუწყვეს მათ მარიონეტებს იმისთვის რომ მიიღონ მისცენ მათ შესაბამისი ინსტრუქცია დავალებები, ასე რომ ეს არის ჩვენთვის ტესტი საბოლოო ჯამში, ვინაიდან როცა საუბარი იყო deep state-ზე და მის დამარცხებაზე, აქ ჩვენი წარმოდგენა არის ასეთი, რომ უნდა ამოიძირკოს საერთოდ სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციის ქსელები და არა მოხდეს მათი რებრენდინგი და ის რასაც ადრე ერქვა USAID, ახლა დაერქვას ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც ისაც არსებობდა მან უფრო აქტიურად ითანამშრომლობს თუ რაღაც ესტონეთის დახმარების ორგანიზაცია და ასე შემდეგ. რასაც ჩვენ ეს პერიოდი ვაკვირდებით, მათ შორის ხედავთ ჩვენ რომ ორგანიზაციები ხდება პირდაპირ გადადიან სხვა ქვეყნების კონტროლის ქვეშ, ნახეთ რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც რაც ესე ვიცით ღიად რომ არის ასე ვთქვათ გადაესტონებდნენ, მათ შორის რამდენიმე NGO და ხედავთ ჩვეულებრივად ასე ვთქვათ გადანაწილებას იმ რესურსებისა, რომელიც აქამდე USAID-ის, NED-ის და სხვა ასეთი ორგანიზაციების ხაზით იხარჯებოდა საქართველოში, ახლა სხვა ხაზით რომ შემოვიდეს საქართველოში, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ მიზანი რა არის, ხომ ხედავთ საბოლოო ჯამში უკვე ყველაფერს გაეცა პასუხი. რასაც ჩვენ ვამბობდით, ყველაფერი დადასტურდა აბსოლუტურად. ჩვენ ვამბობდით, რომ უცხოური დონორების ფულის ნაწილი გამოიყენებოდა საქართველოს დესტაბილიზაციისთვის, აქ რადიკალიზმის, ექსტრემიზმის, წახალისებისთვის, პროპაგანდის საწარმოებლად. ვასახელებდით პირდაპირ USAID-ის, NED-ს, სხვა ორგანიზაციებს დადასტურდა ამერიკის ხელისუფლებისვე აღიარებით, რომ დესტაბილიზაციისთვის და პროპაგანდისთვის გამოიყენებოდა ეს ორგანიზაციები. ჩვენ ვამბობდით, რომ იყო მცდელობები საქართველოს ჩაეთრიათ ომში და პირდაპირ არ საუბრობდით იმ ფაქტებზე და იმ მცდელობებზე, რომელიც იყო, თუმცა ამაზე მიუთითებდით. ამას უტიფრად უარყოფდა ზოგიერთი სახელმწიფო ლიდერი თუ პოლიტიკური ჯგუფი და დადასტურდა დღეს ეს ყველაფერი რა და როგორ ხდებოდა, ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენს ეს ომი იყო სინამდვილეში ომი, რომელიც პროქსი ომით შეიძლება მოიხსენიოთ, სადაც გამოიყენეს უკრაინელი ხალხი
როგორც საკუთარი უსაფრთხოების მიზნების განსახორციელებლად სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებმა დღეს ეს აღიარა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რომ ეს არის პროქსიომი დასავლეთსა და რუსეთს შორის პროქსიომი მოგეხსენებათ არის ომი მარიონეტის ხელით წარმოებული. აი ასეთი მარიონეტობა უნდათ ჩვენი ზოგიერთებს საზღვარგარეთ, ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს თუ პოლიტიკურ ლიდერს, ამიტომ ბრაზდებოდნენ ყოველ ჯერზე, ამიტომ არის ეს რაღაც გაუგებარი ვიზის ქვეყანაში შესulis აკრძალვები და ასე შემდეგ, რაც აბსურდში გადავიდა, იმიტომ რომ გაბრაზებულები არიან, როგორ თუ თავი არ დაუქნიეთ ყველაფერზე, როგორ თუ არ შევასრულეთ მარიონეტების როლი და ამიტომაც უნდათ რომ შეცვალონ ხელისუფლება საქართველოში და ხედავთ როგორ უნდა თუ გამოზარდონ მათთვის სასურველი მარიონეტები დაატარებენ საკუთარი ხარჯით სხვადასხვა ქვეყნებში ტურებში და კიდევ ერთხელ ხაზგაუსვა ჩვენ ვნახეთ ოპოზიცია და NGO-ების ერთობლივი ტური რომელიც ახლა ქონდათ ბალტიის ქვეყნებში, სკანდინავიის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში იყვნენ კიდევ ერთხელ ვისი ფულით იყვნენ ამ ქვეყნებში დაასახელონ თქვენ აჩვენონ საზოგადოებას ქვითრები და გადარიცხვები ვინ იყიდა ბილეთი ვინ იყიდა ვინ განათავსა ისინი სასტუმროში ვისი ფულით დადიან ქართველი პოლიტიკოსები აი ვისი ფულითაც დადიან იმათი მარიონეტები არიან ამიტომ აი გვაჩვენონ ვისი ფულით არიან წასულები და გაეცემა კითხვას პასუხი პირდაპირ ვისი მარიონეტები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები და NGO-ები ჩვენ ხედავთ რომ ზოგიერთ უცხოეთში საკუთარი სურვილები ეშლება რეალობაში და ისაც მათ სურთ რომ დაინახონ ის რასაც ისინი აქეზებენ, რასაც ხარს უჭერენ, უნდათ რომ ეს იყოს რეალობა. სინამდვილეც ქართული ხალხი ხედავს რაც არის, მიუხედავად იმისა, რომ არის ცდელობა, რომ ეს არის სრულად, ასე ვთქვათ, გარედან წახალისებული ძალადობის, რადიკალიზმის, ასე ვთქვათ, ტალღა, რომელიც მათ სურთ რომ დააორგანიზონ, ეს არ გამოდის და შემდეგ აი ამ რაღაც თავის წარმოსახვად უნდათ რომ რეალობად წარმოგვიჩინო. რაც შეეხება არჩევნებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველაზე ბოლო გამოკითხვებით, რომელიც ფიგაროს მიერ იქნა ჩატარებული, საფრანგეთის მოქალაქეების 61% მოითხოვს საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომას, ხოლო 50% სურს ახალი საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში. ამიტომ ყველა ხელისუფლებას უპირველესად მოუწოდებ მიხედოს თავის ამორჩევლებს და თავის ქვეყანას, სადაც მათ აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა. და ნუ შეწუხდებიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით. ამიტომ ეს იქნებოდა ჩემი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ საინტერესო იქნება ჩავხედოთ არქივებში, რას წერდა 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე. და გარწმუნეთ თქვენ რომ ნახავთ პარალელებს, რა თქმა უნდა, ეპოქა შეიცვალა, ინსტრუმენტები შეიცვალა, თუმცა გარწმუნეთ რომ ნახავთ იგივეს, რასაც ზურაბ ჯაფარიძე დღეს წერს. აი ეს არის 21 საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, რომლებიც იმ ქვეყნის წინააღმდეგ ილაშქრებენ, სადაც ისინი დაიბადნენ, ფეხი აიდგნენ და რომლის საზოგადოების წევრებიც ისინი იყვნენ. ეს არის ყველა მარიონეტის ხვედრი საბოლოო ჯამში, სერგო ორჯონიკიძეც ასე პროკლამაციებით და მაშინ ქსელები, სოციალურ ქსელი არ იყო, მაგრამ კედლის გაზეთები და პროკლამაციები ზუსტად ასე ამბობდა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ხელისუფლება არის საფრთხე და მას უნდა იყოს საერთო რაღაც კომუნისტური სოციალისტური ინტერნაციონალის ნაწილი. ზუსტად ამას გვეუბნებიან დღეს, რომ საქართველოს არ უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა იყოს ლიბერალური ინტერნაციონალის ნაწილი. აბსოლუტურად ერთ-ერთი სერგო ორჯონიკიძეს შთამომავლები არიან თავისი არსით. როგორც სერგო ორჯონიკიძე იყო უცხო ქვეყნის მარიონეტი, ზუსტად ესეც არიან უცხო ქვეყნის მარიონეტები. მნიშვნელობა არ აქვს დედაქალაქებს და ქვეყნებს. მნიშვნელობა აქვს თავად მოცემულობას, რომ ადამიანები ეყიდებიან სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს ქვეყნის გარეთ რაღაც საკუთარი პოლიტიკური ეგოების დასაკმაყოფილებლად. ამიტომ ესეც მიუთითებს ერთმანეთს, რომ არის ჩვეულებრივი მტრობა საქართველოსი 100 წლის წინ ამას აკეთებდნენ ხიშტებით და ტანკებით, დღეს ამას აკეთებენ სანქციებით და პროპაგანდით. მეთოდები იცვლება, თუმცა შინაარსი არ იცვლება, ეს არის მცდელობა, რომ საქართველოში მარიონეტული რეჟიმი დაამყარონ. როგორც 1921 წელს საბჭოთა მაშინ საბჭოთა არმიის მეშვეობით დაამყარეს დაიმორჩილეს საქართველო და დაამყარეს კომუნისტური ინტერნაციონალის
მართლობა საქართველოში ახლა უკვე 100 წლის თავზე უნდათ სანქციებით და პროპაგანდით დაიმორჩილონ ქართველი ხალხი, დასვან თავისი მარიონეტული რეჟიმი და დაამყარონ ლიბერალური ინტერნაციონალი საქართველოში. დაუმორჩილონ თქვენ გონიათ სერგო ორჯონიკიძეს ახსნები არ ქონდა და თქვენ გონიათ სერგო ორჯონიკიძეს მიმდევრები არ ყავდა საქართველოში? თქვენ გონიათ ასე შემოვიდა აბსოლუტურად უცხო სხეული და იმიტომ შეძლო საქართველოს დაპყრობა მე-11 არმიამ. რა თქმა უნდა, მას თავისი მიმდევრები ყავდა საქართველოში და ახლაც ახსნას, რა თქმა უნდა, ეს არის პროპაგანდა, ამაში მილიონები, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ აღიარა თავად, რომ ასეულობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა პროპაგანდისტული ქსელის შექმნაში, სადაც ათასობით ჟურნალისტი, ასობით მედია და მედია NGO იყო ჩართული იმისთვის, რომ ის ნარატივები, რომელიც სჭირდებოდა წინა ადმინისტრაციას და აი Deep State-ის ასე ვთქვათ წრეს და ქსელს ეს ნარატივები წამოეწიათ. ამიტომ ეხლა არგუმენტს და საბაბს ყოველთვის მოძებნის მოღალატე, თქვენ რა გონიათ, მოღალატეები ფიქრობენ თავად რომ ასე ვთქვათ იტყვიან თავად რომ მოღალატეები არიან. საბაბი ყველა მოღალატეს ჰქონდა ყორღანაშვილიდან დაწყებული და სერგო ორჯონიკიძის დამთავრებული. ასე რომ ესეც ზუსტად იგივეა, რაც 100 წლის წინ ხდებოდა, როგორც გარედან ხდებოდა მაშინ იდეოლოგიის თავსმოხვევა საქართველოსთვის, როგორც გარედან ხდებოდა ემისრების შემოგზავნა საქართველოში, როგორც გარედან მოხდა მაშინ დამოუკიდებელი ხელისუფლების ჩანაცვლება მარიონეტებით, ზუსტად იმავე მცდელობას ხედავთ ჩვენ თანამედროვე 100 წლის შემდეგ საქართველოში. რა თქმა უნდა, ეხლა როგორ არ უნდა აღიარონ ის რაც ნათელია, ხომ ჩვენ გვახსოვს მთელი ეს პერიპეტიები და ესეც კარგი გაკვეთილი არის, რაც ქართულმა ხალხმა მიიღო, ის რომ ვინ ედგა გვერდში მაშინ, ვინ აქეზებდა, ვინ უჭერდა მხარს, რომელი ლობისტური ჯგუფები იყვნენ, რომელი ხელისუფლებები იყვნენ ხანდახან ჩართული ამ ყველაფერში. გავიდა დრო და კიდე ერთხელ დადასტურდა ყველაფერი საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით, რომ ეს იყო თაღლითური სქემა, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდა შემუშავებული, თაღლითური სქემა წაუგებელი ბიზნესის. თქვენ გახსოვთ, მათ ჯერ დაიწყეს ასე ვთქვათ ამ ასე ვთქვათ პროექტში, სადაც სახელმწიფომ ყველანაირად ხელი შეუწყო, რამდენჯერმე გადაუვადა, ყველანაირად შეეცადა რომ ფიქრობდა რა სახელმწიფო რომ მათ რაღაც შეიძლება მქონდათ გარკვეული ობიექტური სირთულეები, ყველანაირად ხელი შეუწყო. საბოლოო ჯამში ეტაპობრივად გაირკვა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი თაღლითობა და იცით რომ ისინი ნასამართლები არიან სხვა საქმეში თაღლითობაზე, ამიტომ ეხლა ეს გასაგებია რომ მათი ქცევის სტილია თაღლითობა პოლიტიკაშიც ხედავთ რომ ზუსტად ასე იქცევიან. გახსოვთ თქვენ რა სიტყვებდნენ ისინი, რომ ქონოდათ წაუგებელი ბიზნესი, ანუ თუ კი არ იქნებოდა მომგებიანი, ხალხს საქართველოს მოსახლეობას გადაეხადა, შეეფსო თანხა, რომ მოგებაში ყოფილიყო მამუკა ხაზარაძე. და ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან, ხალხის ფულიდან უნდა მიგვეცა მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის და მათი მიმდევარი წვრილ ლელოს თანამშრომლებისთვის, რომ ქონოდათ მომგებიანი ბიზნესი. ამაზე უარი რომ მიიღეს, ამის შემდეგ დაიწყეს დავა და მოითხოვეს 1,5 მილიარდი ისევ ხალხისგან და ბიუჯეტისგან. წააგეს ყველა ინსტანცია საქართველოში ასე შემდეგ და ბოლოს არბიტრაჟში, სადაც თავისი მოსამართლეები ყავდა დანიშნული, როგორც იცით, არბიტრაჟი არის ისეთი ინსტიტუცია, სადაც მხარეები თვითონ ნიშნავენ მოსამართლეებს და მათივე მოსამართლეები იყვნენ და აი ამ სასამართლო მათი მოსამართლეების რო იყვნენ შიგნით, გაამტყუნა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეც და თქვა რომ რა 1,5 მილიარდი ითხოვთ ქართველი ხალხისგან, იქით უნდა დაუბრუნოთ თითქმის 2 მილიონი ლარი. და იცით რომ ამაზეც გაურბოდნენ ყველანაირად რაღაც ამ საკითხებს, მაგრამ ხედავთ რომ როგორც ჩანს ჩარიცხეს ეს თანხა უკვე ბიუჯეტში, ამით რა თქმა უნდა აღიარეს, რომ თაღლითები არიან. ამაზე მეტი აღიარება თაღლითობის მე არ გამიგია უკვე, ესე იგი დადასტურდა, რომ მთლიანად ეს პროექტი იყო თაღლითობა, რომ არანაირი სახელმწიფოს ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს, რომ რასაც ისინი ითხოვდნენ, რომ მოგება კომპენსირებული ყოფილიყო ხალხის ფულით და წაგებაში თუ იქნებოდა, რამდენი წაგება იქნებოდა, იმდენი ფული უნდა გვემატებინა, ჩვენ უნდა ამოგვეღო ჯიბიდან და მიგვეცა ხაზარაძისთვის და ჯაფარიძისთვის ჯიბეში უნდა ჩაგვედო ქართულ ხალხს იმისთვის, რომ მათ მოგება ქონოდათ და დალხენილი ცხოვრება, ასე ვთქვათ. და ამაზე თქვა, ყველაფერზე თქვა, რომ ეს ყველაფერი წააგო და არ იყო მათი მოთხოვნა სწორი, 1,5 მილიარდი ითხოვდნენ, მოუწიათ აღიარება და ფულის გადახდა. ასევე მოუწევთ ყველაფრის აღიარება საბოლოო ჯამში.
ხო, მძიმე სურათებს ხედავთ ჩვენ სირიიდან, ხედავთ რომ არის სამოქალაქო პირებს როგორ უსწორდებიან პირდაპირ ქუჩაში, ზოგადად არეული სიტუაცია, ვინ რა როგორ არის რთულია გარკვევა, თუმცა ჩვენ ნახეთ რომ დასავლეთმა აიღო პასუხისმგებლობა სირიას. მას შემდეგ რაც იქ ხელისუფლება შეიცვალა, ნახეთ ჩვენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩასული სირიაში, საფრანგეთი, ასე შემდეგ, პასუხისმგებლობა სირიის შემდგომ განვითარებაზე აღებული აქვს დასავლეთს. ეხლა ცოტა საეჭვოდ არიან გაჩუმებულები. ამიტომ ეს კიდე ერთი დასტურია საერთო ჯამში, რომ რამდენად შეიძლება ვენდოთ, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფები დასავლეთში რაღაცაზე პასუხისმგებლობას იღებენ. ასე აიღეს პასუხისმგებლობა უკრაინაზე, თავის დროზე ვიბრძოლებით ბოლომდე თქვენთან ერთად და აი ახლა აღმოჩნდა გერმანიის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე ნახეთ თქვენ უკრაინის პოლიტიკოსების გამოხმაურება, რომ თურმე ეს ბოლომდე ნიშნავდა ბოლო უკრაინელამდე ბრძოლას და არა გამარჯვებამდე ბრძოლას, იმიტომ რომ ვატყობთ რომ რაღაც გამარჯვება სიტყვა ამოიღო ბევრმა საკუთარი ლექსიკონიდან უკრაინასთან დაკავშირებით. ამიტომ მე ერთადერთი იმედი და სურვილი მექნებოდა რომ დასავლეთმა რომელსაც პასუხისმგებლობა აიღო სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ცოტა ხნის წინ ამ პასუხისმგებლობას შესაბამისად მოეპყროს და რაღაცნაირად გავლენა იქონიოს იქ მიმდინარე პროცესებზე, რომელიც თავისთავად არის ძალიან მძიმე, რასაც ჩვენ ვხედავთ. ზოგადად ერთი ამბავი ვიცოდეთ გონჩარენკოსთან დაკავშირებით, ესაა ჩვეულებრივი მედროვე, რომელიც ცდილობს რომ ასე ვთქვათ გამარჯვებულის მხარეს დადგეს ხოლმე და ამ ადამიანის ცხოვრება მე მგონი უკვე ყველამ შეისწავლა რაც იყო ხან იყო ხან ვისთან იყო პოლიტიკურად ხან ვისთან იყო ყოველთვის ცდილობს რომ რაღაცა თავისი ჭკუით ასე ვთქვათ გაგვიცნოს საით არის გამარჯვებული მხარე და იქით დადგეს. ამიტომ ეს უნდა ვიცოდეთ კიდევ ერთხელ დადასტურდა როგორ მედროვესთან გვაქვს საქმე, რომელსაც საქართველოში ტაშს უკრავდნენ. აი ეს ხალხი რომელიც ღირებულებებზე ლაპარაკობს და რაღაც ფრაზებს ისვრის ხოლმე ტაშს უკრავდნენ და გმირად გაიხადეს გონჩარენკოები და მსგავსები. თუმცა საგულისხმო სხვა მხრივ არის მისი განცხადება. 2022 წლის 26 თებერვალს, ამით დავდი კიდევაც მე გავიხსენე მისი პოსტი 26 თებერვალს, ომი 2 დღის დაწყებული იყო, როდესაც მან დაწერა პოსტი ქართულად, გამართულ ქართულად. ეხა ის რომ Google Translate-ით არ თარგმნა ამ ტექსტს და დააწერინეს ვიღაცა ეს ჩვეულებრივი სპეცსამსახურის მეთოდი იყო, დაწერა რომ ქართველებო, კარგი ამინდია გარეთ, 2 დღეა კიევს არის მიმდგარი რუსული არმია და ბომბავს კიევს და ამ მედროვეს ცალია იმისთვის რომ ქართული ტექსტი, ის მიწოდებულიც გასაგებია შეკვეთით იყო დადებული და ადრესო ქართველებო გარეთ კარგი ამინდია და იქნებ გეფიქრათ რომ გაისერინოთ ცხინვალში და სოხუმში. და გახსოვთ თქვენ პარალელურად აქ იმართებოდა აქციები, ოპოზიციის და NGO-ების აქციები, ყველა ვისაც დღეს ხედავთ თქვენ ქუჩაში გადის, ყველა იგივე სახეები იდგნენ აქ და ითხოვდნენ რომ ჩართულიყავით ომში. დაგვეგზავნა მოხალისეები, დაგვეჯერებინა გონჩარენკოებისთვის, გახსოვთ თქვენ ესტონური NGO საერთაშორისო გამჭვირვალობის ლიდერი ეკაკი გაური მაშინ რომ ამბობდა რომ უნდა შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ. ერთი და იგივე დღეს ხდება ეს ყველაფერი. იმავე დღეს როცა გონჩარენკო ამას ამბობს, ნინო ლომჯარია ამბობს რომ მირჩევნია ბომბების ცეცხლი იყოსო და აქ საქართველოს ხალხი იხოცებოდესო ვიდრე ეს სირცხვილი მწვავდესო, იმდენად შეწუხებული იყო რომ სანქციებს არ უერთდებოდი ქალბატონ ლომჯარია რომ მას ერჩივნა რომ ქართველი ქალები, ბავშვები, კაცები დახოცილიყო. აი ეს ერჩივნა გონჩარენკოს სექტის მიმდევრებს. და ეს არის ხედავთ ჩვენ საბოლოო ჯამში საით მივყავდით, ხო? 3 წლის წინ იგივე ადამიანი ამბობდა რომ ეს პატრა კვენები არის რუსეთის მხრიდან, გაისერინეთ ცხინვალში და სოხუმში და 3 წლის თავზე კუდამოძუებული წმუტუნებს Facebook-ს. აი ეს არის პრობლემა, რომ ასეთ ხალხს რომ არის აყოლილი ზოგიერთი და ავიცი მე ასე ვთქვათ აქცევენ საკუთარ მისაბაძ მაგალითად შეგახსენებთ გონჩარენკო იყო მთავარი პერსონაჟი ასეში და სხვა ასეთ ინსტიტუციებში ქართული ხალხის წინააღმდეგ რეზოლუციების. აი ხა ბოლო რეზოლუციაც რო იყო ის იყო წამოდგა და ბევრს გაიძახოდა და ეხა კუდამოძუებული წმუტუნებს რომ ვარცხლებით ამ ომში და იქნებ რაღაცა მშვიდობას მაინც მივახციოთ.
აი ესეთი მორალის ხალხი არის მათ შორის მისი მხარდამჭერი. იმიტომ ეს არის თაღლითი ორგანიზაცია, რომელსაც ამერიკული დაფინანსება ჩაეხსნა და ჩვენ ხედავთ, აი ზუსტად წეგანაც ამაზე საუბრობდი, როგორ ხდება ჩანაცვლება, რებრენდინგი, ასე ვთქვათ, ჩაეხსნა ამერიკული დაფინანსება და აქვს სამაგიეროდ ბრიუსელის დაფინანსება. აი თაღლით ორგანიზაციას რა უნდა მოვთხოვოთ ჩვენ თუ რამე არჩევნებიდან ნახეთ იმას მისი ქმედებელი ბოლო წლების განმავლობაში ყოველჯერ ეს იყო თაღლითობა, პროპაგანდა, ტყუილი, დეზინფორმაცია, რომელსაც აფინანსებდა ამერიკული და ევროპული წყაროები. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ აღიარა, რომ მისი ბიუჯეტი იხარჯებოდა დესტაბილიზაციისთვის, პროპაგანდისთვის, თაღლითობისთვის და ჩახსნა ეს დაფინანსება და ისეთი აღარ ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატებისგან, თუმცა ხედავთ, რომ აქვს კვლავ ბრიუსელის დაფინანსება და ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის თუ არის წარმომადგენელი დიპლომატი რომ ყელყელაობს და გვესაუბრება ღირებულებებზე, აი ესე თაღლითობაში ფულს ხარჯავენ ევროპელი გადასახადის გადამხდელებისა, უმჯობესია ამაზე გველაპარაკონ. ასე რომ კიდე ერთხელ ამბოლოდი უნდა გქონდეს, ახლა მიხვდნენ რომ საჭირო არის იცით რაზეც არის საუბარი, ეს არის პივიტი, რომელიც დამალეს 2020-ში, გახსოვთ, მაშინაც დამალეს ჭეშმარიტი პივიტი, ახლაც მალავენ რა არის სინამდვილეში პივიტი. რო ვკითხო მეორე დღეს უკვე შედეგები აქვს ხოლმე და ახლა ამბობენ რომ თურმე დრო ჭირდება და არ ვიცი რა სწულია, დიდი ალბათობით უნდათ რაღაც კვალი წაშალონ გარკვეული თაღლითობისა. ჩვეულებრივ ჩამოყალიბებული თაღლითი ორგანიზაციაა და ეხლა ცდილობენ დაფარონ საკუთარი დანაშაულის კვალი. რა გითხრათ, ოპოზიცია არის უბედური ხალხის ერთობა. უბედური, იმიტომ რომ აცნობიერებენ ბევრი უკვე რომ მარიონეტული ცხოვრება ადამიანს უბედურს ქმნის. როცა ადამიანი ხარ უცხო პოლიტიკური ჯგუფების მონა და მარიონეტი, რა თქმა უნდა, მონური ცხოვრება რთულია და ასე რომ რა გითხრათ, ხან ესე ვთქვათ, ეს შიდა გადაწყობები არის ნაწილი ამ მარიონეტების თეატრისა, რომელიც ჩვენ ოპოზიციის ფლანგზე გვაქვს. უნდა დავაკვირდეთ როგორც მარიონეტების თეატრს, სადაც ესე თოჯინები აქეთ-იქით მოძრაობენ. ჩვენ თავარი ერთი რამ არის. როცა რასაც ჩვენ ვამბობთ, თუ ვინ არის ამ თოჯინების მართველი, რომ რა ხელი მართავს, დადასტურდა ყველაფერი. ჩვენ რასაც ვამბობთ, ხო ყველაფერი დადასტურდა. ჩვენ ხო ვამბობთ, ის რასაც ჩვენ დავარქვით გლობალური ომის პარტია. ჩვენ ხო ნახეთ, რომ ერთ-ერთში ეს არის ის ქსელი, რომელსაც ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება უწოდებს Deep States და რასაც ჩვენ ვამბობთ, ვინ იყო ამისი მონაწილე. რასაც ჩვენ ვამბობთ USA-ზე, MED-ზე, სხვა აქტორებზე, მედია უცხოეთიდან დაფინანსებული მედიის როლზე ამ ყველაფერში. ეს ყველაფერი ხო დადასტურდა. ხო დადასტურდა, რომ ეს არის მარიონეტების თეატრი, დადასტურდა, რომ იმართება ერთი ხელით და სწორედ ამას ვსაუბრობ ჩვენ, რომ ეს ყველანაირად უკვე ასე ვთქვათ გამოაშკარავებულია. ერთადერთი რისკი, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ და ნიშნებს ვხედავთ, რაც თავარია, რომ ხდება რებრენდინგი, ფორმების შეცვლა, არხების შეცვლა, ასე ვთქვათ, მარჯვენა ხელის ჩანაცვლება მარცხენა ხელით, თუმცა ეს ისევ იგივე ქსელის ხელი არის, ასე ჩვენ ვხედავთ, რომელიც იგივე თოჯინებს ამოძრავებს საქართველოში. ამიტომაც ვამბობთ, რომ საქართველო არის ტესტი Deep State-ის წარმატებით დამარცხების. მე ამ აქტთან დაკავშირებით თქვი, რომ მეგობარი აქტი კი არა მაქვს, რომ ეკვას უმადური აქტი, ვინაიდან საქართველოს ქართველ ხალხს, საქართველოს და საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, ქართული ოცნების ხელისუფლება გვერდში დაუდგა ამერიკელ ხალხს მაშინ, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნების უმეტესობა ან დაიმალა ავღანეთის მისიას გულისხმობ, დაიმალა საკუთარ ქვეყანაში, ან ჩავიდა ავღანეთში და დაიმალა შტაბებში. ასე რომ მაშინ დაუდეგით ჩვენ გვერდზე, ვიყავით ჩვენი კონტინგენტით ყველა ქვეყანას შორის, მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ვიყავით მეოთხე ამერიკის, გერმანიის და იტალიის შემდეგ რაოდენობით, მაშინ როდესაც აი ბოლო პერიოდში ძალიან მამაცები და გულადები რომ გამოდგნენ
ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებები როიქაჩებიან ომისკენ. აი ომის საომარი სადაც იყო 40 კაცი იყო წარმოდგენილი, 40-50 კაცი იყო წარმოდგენილი ავღანეთში. საზმარლო საომარი იყო. ეხლა როიქაჩებიან სხვისი იმედი. ამიტომ რა თქმა უნდა ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ ხედავთ რომ არის ინიცირებული პროექტი, რომლის მიზანი არის ქართველი ხალხის დაზიანება. რა თქმა უნდა ეს სხვა არაფერია თუ არა უმარტო. ჩვენ კიდევ ერთხელ ის რაც ხდებოდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, მე მგონი ყველასთვის ნათელია, როგორ მოხდა ამ ურთიერთობების დაზიანება, რა იყო ამის წინაპირობები. წინაპირობა იყო მარტივი, ერთ ცუდ დღეს, მაშინ როდესაც დაიწყო ომი უკრაინაში, აღმოჩნდა, რომ თურმე ის, რასაც ჩვენ მანამდე რისკად მოგვიწოდებდნენ, რომ ყოფილიყავით ასე ვთქვათ, არ წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, რომ ქონოდა სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა, ერთ მომენტში აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ გადაიფიქრა და მოგვიწოდა ესკალაციისკენ. და მოვყევი მე კიდევაც ერთი ისტორია, რომელიც შეეხება კონკრეტულად ყოფილ ერს, რომელიც ამ შენობაში, ჩემ ოთახში თავისი მოწოდებებით ესკალაციისკენ გვიბიძგებდა რუსეთთან, იმიტომ რომ სანქციების დაწესებას ითხოვდა და შეგახსენებთ, რომ საჯაროდ მას არც ერთხელ არ უთქვამს, რომ სინამდვილეში ითხოვდა სანქციებს და უარყოფდა ხოლმე ამას, თუმცა სიმართლე სხვა რამე არის, დახურულ კაბინეტს მიღმა, ზუსტად ამას აკეთებენ და ცოტა მეცაც კიდე ნენელა რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე გვექნება საუბარი, სანქციების მიღმა კიდე რა მოთხოვნები იყო, ნაწილი იყო ითქვა, თუმცა სხვა ნაწილებიც არის, რომელიც ასეთ საუბრებში პირდაპირ იყო წაქეზება ესკალაციისკენ და შესაბამისად ომისკენ. ის რომ ჩვენ თავი არ დაუხარეთ და მარიონეტის როლი არ შევასრულეთ და პროქსიომში არ ჩავერთვეთ, ამის გამო გაფუჭდა ურთიერთობები. შესაბამისად დღეს ამ ყველაფრის აღიარებას ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან, აღიარებას იმისგან, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ვამბობდით ჩვენ და პირიქით გვიმკიცებდნენ, რომ არა, ამას ვერ აიცილებდა თავიდან, დღეს აღიარებს. ვამბობდით, რომ ეს არის პროქსიომი, დღეს აღიარებენ. ვამბობდით, რომ არ შეიძლებოდა საქართველოს ჩათრევა ესკალაციაში, დღეს აღიარებენ. თუ ამ ყველაფერს გულწრფელად აღიარებენ, რა თქმა უნდა, აქ უკვე ცხადია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც უნდა იყოს. რაც შეეხება ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, ჩანს ყოველდღიურ ურთიერთობაში, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობის უპირველესი მიზანი არის ჩვენი ქვეყნების ხალხების თვის კარგის მოტანა. და მოდი აბა გავიხსენოთ თუ ვინმეს დაავიწყდა რა მოიტანა სტრატეგიულმა პარტნიორობამ. მოიტანა უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან. გახსოვთ ალბათ ეს თუ დაგავიწყდა. მეორე მოიტანა გახშირებული ფრენები საქართველოს და ჩინეთს შორის. აი ეს არის ზუსტად ის რაც ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი არის ქვეყნებს შორის, ხალხებს შორის ურთიერთობისთვის. ასე ჩვენ ვამბობდით, რომ სამწუხაროდ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებული შტატებთან შინაარსის გარეშე იყო. ის რა მონოდინებით ჩვენ გვაქვს ხოლმე ამ ურთიერთობისგან და პირველი ეს არის რომ ქვეყნებმა ქვეყნებს შორის ნდობა არის თავარი სტრატეგიული ამბობ არის სტრატეგიული პარტნიორი ეს ნიშნავს რომ ნდობა არის და რა როგორ შეიძლება ნდობაზე ისაუბრო მაშინ როდესაც მეორე ქვეყნის მოქალაქეს შენ ქვეყანაში არ უშვებ უვიზოთ და მეორე შეგახსენებთ რომ ვიზების გაცემის სტატისტიკით საქართველოს უკან იყო ვიდრე რუსეთი. ამერიკის შეერთებული შტატები უფრო ხშირ შემთხვევაში ეუბნებოდა უარს საქართველოს მოქალაქეებს ვიდრე რუსეთის მოქალაქეებს. ეს იმ პირობებში, როცა ყირიმიც ოკუპირებული იყო, ანექსირებული იყო და ასე შემდეგ. და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით. ამიტომ ამ სტრატეგიულ პარტნიორობას კიდე თავისი ისტორია აქვს, ჩახედეთ, ესეც საინტერესო არის, როდის გაფორმდა, თუ გახსოვთ, არა თუ გახსოვთ, როდის გაფორმდა. არა, ამერიკის შეერთებული შტატები. 9 წლის იანვარ-თებერვალში. აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ. რომელიც როგორც ჩანს, მაშინ სააკაშვილის რეჟიმისთვის გარკვეული ასე თქვათ ის წახალისება და ბონუსი იყო, რომელიც მას მისცეს, მათ შორის იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის რაღაცა ეჩვენებინა, სიამოვნებაში სტრატეგიული პარტნიორობა დარჩა ქაღალდზე, არანაირი შინაარსი მას არ ქონდა სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ჩვენ ქონდა მუდმივად ცდელობა როგორც საჯარო, ისე არასაჯარო კომუნიკაციის დროს, რომ ყოფილიყო
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომ ყოფილიყო უბიზო მიმოსვლა, რომ ყოფილიყო პირდაპირ ფრენები. ამას ყოველ ჯერზე ჩვენ შიგნით თუ საჯაროდ თუ არასაჯაროდ ცდილობით რომ მიგვეღწია, სამწუხაროდ ეს აღმოჩნდა ფურცელი, რომელიც უკანაც არ იყო შინაარსი. და ჩვენ თქვი და პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ მზად ვართ შინაარსიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის და როგორი სტრატეგიული პარტნიორობა შეგვიძლია თქვას ყველამ ჩვენმა მოქმედმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, როგორი პარტნიორობა შეგვიძლია ჩვენ და გაიხსენოს თავად ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკოსებმა, როგორ ვედექით გვერდში ავღანეთში თუ ერაყში. აი ასე შეგვიძლია ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა. თავისთავად ჩვენ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა კიდევაც, რომ ჩვენ მზად ვართ და მოწადინებული ვართ, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი, რომელიც ჩვენი მხრიდან კვლავ სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში ვართ ჩვენ ვნახეთ, რომ წინა ადმინისტრაციამ არ ვიცი შეარჩია და აპაუზა თუ რა ფორმა მისცა სიმართლე გითხრათ არც ვიცი, ჩვენ ამაზე მე მგონი შეტყობინებაც არ მეგვიღია, ვნახეთ უბრალოდ საჯარო განცხადება. ჩვენი მხრიდან ჩვენ თავს კვლავ პარტნიორებად მივიჩეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მეტიც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ ეს იყოს არა უბრალოდ ფურცელზე ხელმოწერილი დოკუმენტი, არამედ ამას ჰქონდეს კონკრეტული შინაარსი, სამგზავრო რუკა, რომელიც კონკრეტული შინაარსი და კონკრეტული შედეგები იქნება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების და მისი ხალხისთვის, ისე საქართველოს და მისი ხალხისთვის, კონკრეტული ინდიკატორებით, კონკრეტული შედეგებისთვის, ჩვენმა ჩვენი წილი ნაბიჯები გადავდგათ, ჩვენი ძალისხმევა, ჩვენ რაც შეგვიძლია ხელი შეუწყოთ ამერიკას და მის ხალხს, ეს გავაკეთოთ და საპასუხოდ, რა თქმა უნდა, იგივეს მოვედით. პირველი, რაც შეეხება კონკურენტულ არჩევნებს, ოპოზიციამ გულისხმობ ჩვენ რადიკალურმა ოპოზიციამ რომც მიიღოს მოიწევა, მაინც არ იქნება კონკურენტული. იმიტომ როგორ შეიძლება არჩევანი მოღალატესა და პატრიოტ შორის დავინახოთ კონკურენცია. რანაირი კონკურენცია არის ქართულ ოცნებას, პატრიოტ ძალასა და მოღალატე რადიკალ ოპოზიციას შორის. აქ კონკურენციაზე საუბარი, აქ არჩევანი ერთადერთია და ამ ერთადერთ არჩევანს უკვე მერამდენეჯერ აკეთებს საქართველოს მოსახლეობა. რა თქმა უნდა, არსებობს რადიკალური ოპოზიცია, როგორც მარიონეტი უცხო პოლიტიკური ჯგუფებისა, მაგრამ ამას ვამბობ, ეს არჩევანია. აი ამ არჩევანში, რა თქმა უნდა, ერთადერთი არჩევანი მაინც ქართული ოცნება. ამიტომ ამ ხრივ კონკურენციას ჩვენ მოღალატეებთან და მარიონეტებთან ვერ ვგრძნობთ, არ ვგრძნობთ და არც ჩვენი აღმოჩენილი გვაგრძნობინებს ხოლმე, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე გამანადგურებლად აგებენ და მარჩევენ. რაც შეეხება იმას თუ რა უნდა შეიცვალოს, არაფერი საჭირო არ უბრალოდ რომ მათმა პატრონებმა მის სათანადო მითითება მისცენ მარიონეტებს და ზუსტად ისე მიიღებენ მონაწილეობას. არანაირი ნება არ გააჩნია. ეხლა რა გონია თქვენ, წარმოგიდგენია თქვენ, როცა ესე იგი ეს ჯგუფი, ხო ხედავდით ეს დღეები სად დადიან? ჩადიან თელავში ჩადიან, ქუთაისში ჩადიან, სამედადიან თუ უცხო ქვეყნების დედაქალაქებში ჩადიან, ხო? მათ ანგარიშვალდებულება აქვს სხვა ხალხთან, სხვა ერებთან, სხვა სახელმწიფოებთან და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და შესაბამისად დავალებებსაც იღებენ მათგან. გეტყვით. რაც შეეხება დემარკაციას, თქვი კიდევაც რომ ეს განცხადებას რუსეთსაც სამსუსაც ახსენეთ, დემარკაცია გაკეთებულია საუკუნეების თუ ათასწლეულების თუ შეიძლება უფრო მეტის წინ და საზღვარი ცნობილია. საზღვარი გადის კავკასიონის ქედზე. ასე რომ აქ რაიმე სხვა კითხვები არ არსებობს. რაც შეეხება თქვენს კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ სად არის საქართველო აი ამ ტექტონიკურ გეოპოლიტიკურ ცვლებს შორის. ეს ყოველთვის კარგია რომ აღიარებთ, როგორც იქნა 3 წლის თავზე ამ ომის დაწყებიდან, რომ მართლაც ტექტონიკურ ცვლებთან გვაქვს საქმე და ეს ამავე დროს აღიარებაა, რომ ესე იგი დაფიქრებაა ხოლმე ამ დროს საჭირო და არა ავარდნა აი გონჩარენკოსნაირი ხალხის მოწოდებებზე. სად არის საქართველო? არის იქ, სადაც მინიმუმ ბოლო 3000 წელი ვართ. ეს ტექტონიკური გეოპოლიტიკური ძვრები საქართველოს გარშემო ყოველთვის მიმდინარეობს. 3000 წელი ამ პირობებში ვარ. და მე მგონი ჩვენმა გენეტიკურმა მეხსიერებამ მაინც უნდა გვასწავლოს რაღაცეები, თუ არა ჩვენმა საკუთარმა გამოცდილებამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. უნდა გვასწავლოს ის, რომ ჩვენ უნდა პირველი რასაც უნდა ვენდოთ საკუთარ ხალხს და საკუთარ თავს. ჩვენ ვნახეთ უკრაინა, რომელიც მიენდო ზოგიერთებს და ვნახეთ
რა ხდება ახლა უკრაინაში, ნახეთ როგორ ფიქრობენ, აღარც ფიქრებში ხედავთ რომ პასუხი არ აქვს. ჩვენ რომ ერთი წამი ხედავთ რომ უკრაინის ხელისუფლებას არჩევანიც კი აღარ აქვს. უბრალოდ ვერ ამბობენ რა არის მათთვის მისაღები არჩევანი. აი თქვენ შეგიძლიათ დღეს თქვათ რომ უკრაინის ხელისუფლების არჩევანი რა არის? იომონ გაგძლო ნომი თუ მშვიდობა დაამყარო. ხო ხედავთ რომ მათ ამაზე პასუხი თავად აღარ აქვს, იმიტომ რომ ორ უბედურებას შორის არჩევანი უწევთ. აი ეს არის ის, როდესაც ქვეყანა, სახელმწიფო, დამოუკიდებელი სახელმწიფო და მისი ხელისუფლება მიენდობა სხვებს, აი ეს არის ყოველთვის დასასრული. ეს ჩვენ გვინახავს. ესეთი ომები როგორ იწყება და როგორ მთავრდება, ვნახეთ 2008 წელს. რაიმე პარალელებს ხო ვერ ხედავთ შემთხვევით იმ ომის დაწყებასა და დასრულებაში და უკრაინაში ომის დაწყებასა და აი როგორ სრულდება ამ ყველაფერში. ხომ ვერ ხედავ და შეგახსენებ, თქვი კიდევაც რომ ჩვენი 2008 წლის ომი 8 თვის დასრულებული იყო, როდესაც ჰილარი კლინტონმა და ლავროვმა გადაწყვეტვის წითელ ღირაკს დააჭირეს ხელი. და წელიწადზე ცოტა მეტი იყო გასული, როდესაც ამერიკის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის და თქვენ წარმოიდგინეთ უკრაინის არმია წითელ მოედანზე იდგა 2000 წლის 9 მაისს და აღლუმს აბარებდა რუსეთის ეს იმას ნიშნავს, რომ იმიტომაც ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, იმიტომაც ავირჩიეთ ქართულმა ხალხმა რომ ვიყოთ დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა, რომ ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესებით. როგორც კი ამიტომ რთულ აი როგორც 3000 წელი შევინარჩუნეთ, ზუსტად ეს ნიშნავს, რომ როცა არის რთული გეოპოლიტიკა, სადაც უწევს ქვეყანას არსებობა და ჩვენ ასეთი ვართ. ეს არის ჩვენი სამეზობლო, ეს არის ჩვენი რეგიონი, საუკუნეებია ასე ვართ, საუკუნეებია ამ სირთულეებში ვართ. და ერთადერთი რამაც ჩვენ გაგვეძლებინა საუკუნეები და ათასწლეულები იყოს საკუთარი ეროვნული ინტერესებზე ფიქრი და არა ის რომ ვიღაცა სხვა საუყოვია. რაც შეეხება ზურგებს, უკრაინასაც შესთავაზეს ზურგი. ამ ზურგმა როგორ ივარგა 1994 წელს, გახსოვთ თქვენ, ბირთვული იარაღი დაათმობინეს უკრაინას, იყო მსოფლიოში მესამე ბირთვული სახელმწიფო ამერიკის, რუსეთის შემდეგ. უკრაინას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იყო მესამე ბირთვული სახელმწიფო, დაათმობინეს ხელშეკრულებით, რომელსაც ხელი მოაწერა რუსეთმა, ამერიკის შეერთებულ შტატებმა და ბრიტანეთმა თუ არ ვცდები და პირობა მისცეს პირდაპირ წერია შინ ხელშეკრულებაში, რომ შენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საფრთხე არ შეიძლება ჩვენ მათ გარანტები. პირდაპირ ჩაუწერეს და გახსოვთ თქვენ ზელენსკის ახლახან ქონდა ინტერვიუ, რომ როცა დაიწყო ომი, მიმართა ყველას, რომ აბა სად ხართ გარანტორებიო, სად იყო ეს ზურგი 94 წელს მიცემული და სად იყო ის ზურგი, რომელიც 2022 წელს მისცეს. სად იყო ის ზურგი, როდესაც სტამბოლში რამის შეთანხმებამდე მივიდა, მშვიდობის შეთანხმებამდე და ნახეთ თქვენ არახამიას განცხადებები ბრიტანეთის წარმომადგენელმა, როგორ ჩაშალა ფაქტობრივად ეს შეთანხმება, არახამია თავად ამაზე საუბრობს. ამის შემდეგ გავიდა 3 წელი და დაბრუნდნენ ისევ იმ წერტილზე არ არიან? უფრო ცუდ მდგომარეობაში არ არიან ახლა? ასე რომ ზურგებზე კი არ უნდა იფიქროს დამოუკიდებელ ქვეყანამ, უნდა იფიქროს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე და იმ საშუალებით ხო და ეს ერთი და მეორე იმ საშუალებით, რომელიც აქვს ქვეყანას, იმ საშუალებით და იმ მოცემულობაში უნდა იმოქმედოს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ სოფლიო მოთამაშე, ბირთვული სახელმწიფო თუ სხვა რაიმე ესეთი დიდი შესაძლებლობის მქონე რომ გავლენა ვიქონიოთ სოფლიო პოლიტიკაზე, ამიტომ ჩვენი მთავარი მათ შორის მთავარი გაკვეთილი რაც ჩვენ მივიღეთ 3 წლის წინ და რასაც ოპოზიცია თუ ზოგიერთი მისი მიმდევარი დღემდე ვერ იგებს. ეს არის არ უნდა ავარდე. აი როგორც მაშინ უნდათ 2022 წლის თებერვალში ავეგდეთ, რომ არიქა, ახლა არის მომენტი, როგორც ესტონელი NGO-ს გამჭვირვალობის ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობდა, რომ ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა, რომ უნდა გამოვიყენოთო. აი როგორც მაშინ უნდათ რომ ავეგდეთ და ხო ეხა ყველა დარწმუნდა. ხო ყველამ ხო ეხა 100%-ით იცის, რომ მაშინ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ნებისმიერი აი ამ რადიკალური ოპოზიციიდან და ეს NGO-ების ერთობლივი მმართველობა რო ყოფილიყო. აი მაშინ რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, ხო ყველა დარწმუნდა რომ ავარდებოდნენ, გავარდებოდნენ და თავი დაეტაკებოდნენ
აი უბედურებას, რაშიც უკრაინა არის და დღეს ჩვენ ვიქნებოდით დანგრეული, ეკონომიკურად გაპარტახებული, ათასობით მოკლული ადამიანის მგლოვიარე ქვეყანა. აი ეს ვიქნებოდით, რომ დაგვეჯერებინა მაშინ ოპოზიციისთვის, რომ დაგვეჯერებინა მაშინ NGO-ების, რომ დაგვთვის და რომ დაგვეჯერებინა მაშინ უცხოელებისთვის. დღესაც რომ არ ამკითხე მოამბეებით, ყველაფერზე რეკომენდაციებს გვაძლევენ, აი რომ დაგვეჯერებინა. ვინმეს ეჭვიგეპარებათ ამაში, რომ დაგვეჯერებინა. დღეს ხო ვიქნებოდით დანგრეული მგლოვიარე ქვეყანა. აი ისე როგორც არის უკრაინა. დღეს ხო ვიქნებოდით ჩვენ მეორე უკრაინა. ვიქნებოდით. ამიტომ გაკვეთილი რა არის? გაკვეთილი არის ის, რომ არ უნდა ავარდეთ, არ უნდა უყურო იმას, რომ წითელი ხალი ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით რა გზას მიყავხარ წითელი ხალიჩებისკენ. როგორ უნდა დაგიკრან ტაში საერთაშორისო ფორუმებზე და დაგიგონ წითელი ხალიჩა. ასე წითელ ხალიჩას უგებდნენ ზელენსკის, ასე უკრავდნენ ტაშს, ფეხზე უდგებოდნენ და ხედავ დღეს რა არის, ხო? სახვეწარი უხდებათ ლამის რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დასხდნენ. ამიტომ ეს არის საკუთარი ქვეყნის ინტერესები. ეს არის ხო მეტი ეხა ხო მეტი რეცეპტი აღარ არსებობს და შესაბამისად ის რასაც ჩვენ 3 წელი ვაკეთებდით და ის რასაც ებრძოდა ოპოზიცია, მათი უცხოელი ფლობელები თუ პატრონები და NGO-ები, რასაც რისკერაც გვიბიძგებდნენ ჩვენ რომ ავარდნილიყავით, შევარდნილიყავით და დაუნგრეულიყავით, აი ზუსტად ამის არ გაკეთება არის მთავარი რეცეპტი. რაც შეეხება ხა ბევრ საუბარს, მათ შორის ხედავ ჩვენ სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან რაღაც ჯიღის თვალს კერჩი და კვლავ ისევ ავარდნილ NGO-ებს, ავარდნილ ოპოზიციას, რომ არ იქა ეხლა რა ქვია ევროპა გახდება შეიარაღებას დაიწყებს და მოკლედ ეს იქნება, აი ისევე ავარდნილი ოპოზიცია და NGO-ები, რასაც ჩვენ ვაკვეთებით, საუბრობენ იმ ევროპულ დედაქალაქებზე, რომელსაც კიდევ ერთხელ სახვეწარი აქვს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დასვა. და რომ ჩადიან ევროკავშირის უმაღლესი საგარეო წარმომადგენელი, რომ ჩადის და უნდა შეხვედრა ამერიკის წამო და ის უარს ეუბნება შეხვედრაზე. აი ამას ცოტა ხო უნდა რაღაცა ხო უნდა ისწავლოს არა ადამიანმა, მაგრამ ხედავ ჩვენ რომ არიან ჩვეულებრივად მარიონეტი NGO-ები, მარიონეტი ოპოზიცია, რომელიც ზუსტად ამისთვის არიან. საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება, მოიყვანონ მარიონეტები, რომელიც ავარდებიან და იტყვიან, რომ აბა ეხლა ხმალიავლესოთ. ჩვენ რაზეც გავლენა გვაქვს, იმაზე გვაქვს გავლენა, რაზეც გავლენა არ გვაქვს, იმაზე არ გვაქვს გავლენა, ჩვენი მთავარი ამოცანა რა არის? კიდევ ერთხელ უყურეთ, აი საქმეც ეს არის, თქვენ ძველი რაღაც ისინი იყო ხოლმე ისტორიები, ასე ვთქვათ, რომ ხანდახან ზედმეტ წარმოდგენაც იმ ხრივ რომ რაღაც საკითხებს ეპოტინებიან თითქოს, რომელიც არ შედის კომპეტენციებში. რა არის ჩვენ მოქმედებთ რით? რა არის ჩვენი ეროვნული ამოცანა? ჩვენი ეროვნული ამოცანა არის ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. და არა დიახ. ანუ ჩვენ ამ ცივილიზაციის ნაწილი კი არ უნდა გავხდეთ, ჩვენ რაღაც ევროპაში კი არ უნდა შევიდეთ, ჩვენ ვართ ამის ნაწილი ვართ. ამის ნაწილი ვართ. ამ ნაწილზე სხვადასხვა ფორმები შეიძლება ქონოდა და საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ ამის ნაწილი ვართ, ამის თანაშემოქმედი ვართ. ჩვენ ვართ ევროპა, ჩვენ ვართ დასავლური ცივილიზაცია. და არაფრის სწავლება, საქმეც ეს არის. ამ როლში იყენებს დღეს ოპოზიცია, ჩააყენა დღევანდელმა ოპოზიციამ და NGO-მა საკუთარი მიმდევრები, რომ ჩვენ ვართ რაღაც არ შემდგარი ერი, ნახევრად ადამიანები, ნახევრად ხალხი, რომელსაც ახლა უნდა ჩამოვიდნენ აქ ხან რომელიღაცა მინისტრი და ხან რომელიღაცა ელჩი და აქ უნდა სოფელ ლიარონ და ჭკუა გვასწავლონ, როგორი უნდა იყოს ნამდვილი დასავლეთელი თუ ნამდვილი ევროპელი თუ ნამდვილი ადამიანი. ასე რომ კიდე ერთხელ ეროვნული ინტერესები, აი ეხ ხო ყველა აი ეხა რასაც უყურებთ, ეს ხო არის ჩვეულებრივი გაკვეთილი, პროცესის პირდაპირ სცენარი რა იქნებოდა, რომ 2022 წლის თებერვალში ან ოპოზიციის აი ნებისმიერ წარმომადგენელი ყოფილიყო ხელისუფლებაში თავის NGO-ებიანად, ან ჩვენ დაგვეჯერებინა მაშინ ოპოზიციის. აი დღეს ხო ხედავთ სცენარი რა იქნებოდა. აი ზუსტად შეხედეთ და წარმოიდგინეთ ეხა წარმოიდგინეთ საქართველოს ამ მდგომარეობაში დანგრეული გლოვიარე, რომელსაც სახვეწარი აქვს მშვიდობა. არანაირი იზოლაცია არის, როგორ შეიძლება იზოლაცია იყოს და 11.1% კონდეს ეკონომიკური ზრდა. ნუ ხო და არც ეკონომიკური, არანაირი იზოლაცია არ არსებობს. არის არსებობს პოლიტიკური ჯგუფი, აი რელატიურზე მოგახსენებთ. არის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ისტაბლიშმენტი,
გინდათ deep state-ი დაარქვით და გინდათ გლობალური ომის პარტია და გინდა დაარქვით რაღაც ქსელი პოლიტიკოსებისა თუ პოლიტიკური ქსელი, რომელსაც აქვს კონკრეტული ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს ინტერესი არის, რომ საქართველო იქნას გამოყენებული იარაღად აი ამ გლობალურ ომში და პროქსი ომში გამოყენებული იარაღად და ის რომ საქართველო თავს არ აყენებინებს იარაღად, ამის გამო ვიღაცები ეძებენ გზებს, როგორ შეცვალონ ეს მდგომარეობა. კერძოდ შეცვალონ ისე რომ მოიყვანონ მარიონეტული ხელისუფლება საქართველოს სათავეში, რომელიც შემდეგ უკვე მათ მითითებებს შეასრულებს. ამიტომ ეს ასე ვთქვათ, ეს და სწორედ მათ შორის ეს პროპაგანდა თითქოს იზოლაცია, ესეც მათივე მოფიქრებულია, რომ მოხდეს რაღაცნაირად დაშინება, თითქოს რაღაც იზოლაცია, რა იზოლაციაზე საუბარი 11%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ტურისტები ზრდა გვაქვს, როგორ რატო ჩამოდიან მაშინ ტურისტები. ამიტომ ანუ თქვენ რა გინდათ ეხლა რა გინდათ თქვენ აირჩიეთ მაშინ. აირჩიეთ, უყურეთ ანუ თქვენ არჩევანი მარტივია. ან თქვენ რა გირჩევნიათ? აი აირჩიეთ თქვენ გირჩევნიათ რომ რაღაც ესტონეთში არ შეგიშვან და ასე ვთქვათ, სანქცია დაგიწესონ, თუ გირჩევნიათ რომ საქართველოში ომი გარისკოთ. აირჩიეთ. აი ეს არჩევანი დააყენეს ზუსტად ეს არჩევანი დააყენეს, როდესაც უნდა თუ მოიყვანონ მარიონეტები და თქვენ თუ ამას ვერ ხედავთ, მე ვთქვი კიდევაც, ან არ გინდათ დაინახოთ, ან ვერ ხედავთ.